საქართველოში მსოფლიოს საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. საერთაშორისო კონკურსი საქართველოს ფოსტის ორგანიზებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდებმა საკუთარი საკონკურსო წერილით მიიღეს. კონკურსის შესახებ მეც ია აივაზაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ. ჩემო ძვირფასო გვანცა, მოგიკითხავ შორიდან, ძალიან შორიდან იმიტომ, რომ ვიცი, მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობ, სადაც 7 თვე თითქმის ზამთარია. მინახავს შენი ბავშვობის თვალები, როგორ შესცქეროდნენ ჩემს ცისფერ უსასრულობას, როგორ უშვებდი პატარა ქაღალდის ნავებს ჩემს ტალღებში და ელოდი, რომ ისინი შორს გაცურავდნენ. მოგესალმებით ადამიანი, მე ვარ ოკეანე, უძველესი, უსაზღვრო და ძლიერა. ჩემს ტალღებში იმალება თქვენი ისტორია, თქვენი წინაპრების მოგზაურობები, თქვენი ოცნებები და იმედები. ხომ გითხარი, წერილი აქამდე არასდროს დამიწერია, ჯერა რომ გულთან მიიტანთ სამყაროს პირველი ფოსტალიონის პირველ მოგრძალებულ წერილს. წერილების ავტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 15 წლამდე მოზარდები არიან. წერენ გულით, ენთუზიაზმით და წარმატების იმედით. იმ იმედით, რომ ხმას მთელ მსოფლიოს მიაწვდიან. თითოეული მათგანი თავს ოკეანის ამპლუაში წარმოიდგენს. გამოთქვამენ საკუთარ აზრს, სურვილებსა და წუხილს. წარმოიდგინე, რომ ხარ ოკეანე. მისწერე წერილი ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე. ეს მსოფლიოს საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო საკონკურსო თემაა, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივეა. წერილის წერის კონკურსი საკმაოდ დიდი ტრადიციაა, იგი 1971 წლიდან იმართება მსოფლიოს საფოსტო კავშირის მიერ. არის 192 მისი წევრი ქვეყნის ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას 9-დან 15 წლამდე ახალგაზრდები, მათ შორის საქართველოდან. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიება ავითარებს წერის კულტურას და ტრადიციას, ამავდროულად უზრუნველყოფს უნარების განვითარებას ჩვენს ახალგაზრდებში, წიგნიერებას და ციფრულ ეპოქაში მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია წერის კულტურის შენარჩუნება. წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი მსოფლიოს საფოსტო კავშირმა დაამკვიდრა და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით წელს უკვე მე-12 იმართება. კონკურსის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაციაა. მსოფლიო მასშტაბის კონკურსს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ერთგვაროვან საკითხზე თუ როგორ ფიქრობს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდობა. ამას გარწმუნებთ, რომ დიდი რაოდენობის მაღალი რანგის წარმომადგენლები ეცნობიან. წლევანდელ შემთხვევაში კიდევ ერთი განსხვავება გვაქვს ის, რომ მე მივეცი საკუთარი თემა ნომინაციაში გამარჯვებულებს, რომელ თემაზეც ამ ბავშვებთან ერთად გავაგრძელებ, ვიმუშავებ ერთი თვის განმავლობაში, სადაც კიდევ დამატებით გამოვავლენ გამარჯვებულს. ღონისძიებაზე ჟიურის მიერ საუკეთესო სამეული გამოვლინდა, ასევე გამოვლინდნენ საქართველოს ფოსტის რჩეული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. კონკურსის გამარჯვებული ხულოელი მოზარდი გვანცა ართმელაძე გახდა. ჟიურის მიერ შერჩეული იქნა ქალბატონი გვანცა ართმელაძე. და გვანცა არის 12 წლის. მეორე და მესამე ადგილები მარიამ ღვანიამ და ანრი ტიაკამ დაიკავეს. ყველა მონაწილეს საქართველოს ფოსტამ დიპლომები გადასცა, ხოლო გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. მე მყავს ბებია, რომელიც არის მოსწავლებელი სკოლაში. ინსპირაციას მაძლევს, რომ წერო, ამბობს, რომ აქვს ძალიან ფანტაზიური ქონება. ძალიან გასახარებელი არის, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი ერთი რაღაც პატარა ნამუშევარი, რომელიც მეგონა პატარა კონტესტში გადიოდა, გლობალურზე გავიდოდაო, ეს მე არ მეგონავს.
საქართველოში გამარჯვებული წერილი მსოფლიოს საფოსტო კავშირში გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. გამარჯვებული ავტორი კი 2025 წლის 9 ოქტომბერს ფოსტის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს საფოსტო კავშირის ცენტრალურ ოფისში, შვეიცარიაში, ბერნში გამოვლინდება. მიხეილ სიუჟეტი და თემას საუბარს უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. სტუდიაშია მაგდა სანიკიძე, საქართველოს პოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დილა მშვიდობის მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მიხარია რომ მორიგი სტუმრობა მაქვს თქვენს ჯადოსნურ სტუდიაში. მოდი ამ ჯადოსნურ პროექტზე ვისაუბროთ და მოგვიყევით რა იყო ამ ყველაფრის მიზანი და რა ცდილობს ამ ფორმატით, რომ რა უნდა გავაგებინოთ ამ ახალგაზრდებს და მონაწილეებს. სიამოვნებით, როგორც სიუჟეტში აღნიშნეთ, ჩვენ გვქონდა რამოდენიმე დღის წინ მსოფლიოს საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამოვლენილი, ასე იგი, რჩეული წერილების ავტორების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენ გამოვავლინეთ 7 ნომინაციაში მოზარდები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნომინაციის გამარჯვებული არის რეგიონიდან. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე ჩვენ შემთხვევაში რეგიონალური მასშტაბით ძალიან აქტუალური არის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში. წერილს მონაწილეობა მიიღო 600-მა მონაწილემ და რითია განსაკუთრებული აღნიშნული პროექტი და განსხვავებული სხვა კონკურსებისგან აღნიშნეთ, რომ აი მიმდინარე თვეში მსოფლიო მასშტაბით 192 ქვეყანაში იმართება მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსი. ეროვნული ოპერატორები და ამ შემთხვევაში საქართველოს პოსტა მართავს აღნიშნულ კონკურსს, გამოავლენს გამარჯვებულს და პირველი ადგილზე გამარჯვებული წერილი იგზავნება მსოფლიო საფოსტო კავშირში, ბერნში, შვეიცარიაში და 9 ოქტომბერს ეს არის პოსტის საერთაშორისო დღე, გამოვლინდება უკვე საერთაშორისო მასშტაბით გამარჯვებული წერილი. მე მაინტერესებს, ანუ გამარჯვებული რას ნიშნავს? ანუ რა უნდა გაეკეთებინა ადამიანს? კრიტერიუმები. ხო, რომ მოგწონებოდათ და თქვათ გაემარჯვა ჯერ აქ და მე უკვე ბერნში. კი, პირველ რიგში ვიტყვი, რომ გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური, არ გამოავლენს საქართველოს პოსტა. ეს არის ესეთი ადამიანები არიან, მაგალითად ქეთევან დუმბაძე, თეა ბურჭულაძე, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, კომპეტენტური პირები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ და გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვთ. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო, ის რაც მსოფლიო საფოსტო კავშირმა დაადგინა. მაგალითად, აუცილებლად უნდა ქონდეს წერილის ფორმა, უნდა იკვეთებოდეს ვინ არის გამგზავნი, ადრესატი, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, უნდა შედგებოდეს 1000 ერთეული სიტყვისგან, შეიძლება იყოს შინაარსობრივად არის რამე კრიტერიუმები, რომ ეს სასიყვარულო უნდა იყოს, ბებია უნდა წერდეს შვილიშვილს თუ პირიქით. კი ბატონო, ყოველწლიურად აღნიშნულ თემასაც მსოფლიო საფოსტო კავშირი ადგენს. თემა არის მსოფლიო მასშტაბით ერთი და იგივე, იმას ნიშნავს, რომ მილიონობით მოზარდი წერს ერთი შინაარსის წერილს. წერილის შინაარსი აღნიშნეთ უკვე საკმაოდ საინტერესო იყო და საინტერესოა, რომ ყოველთვის თემა არის გლობალური, აქტუალური და ისეთი, რომ ახალგაზრდა დაფიქრდეს გლობალურ სოციალურ საკითხებზე და თავისი აზრი გამოხატოს. კრიტერიუმებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება შესრულდეს რამოდენიმე ენაზე და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული აქამდე. გასაგებია. საქართველოს რამდენი წელია რაც ჩაერთო ზოგადად აი ამ ღონისძიებაში? კი ბატონო, საქართველოს ჩაერთო წელს მე-12-ად გაიმართვა აღნიშნული ღონისძიება, რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით 1971 წლიდან მართავთ აღნიშნულ ღონისძიებას მსოფლიო მასშტაბით და 54 როგორც წესი არის ხოლმე წარმატებული. პირველი ადგილი ამ ეტაპზე ამჯერად არა, მაგრამ ათეულში ქონია შემთხვევა, როდესაც 10 საუკეთესო წერილში მოხვდა ჩვენი წერილი. წელს როგორი პროგნოზები გვაქვს? განსაკუთრებული, იმიტომ რომ რჩეული წერილი არის ნამდვილად განსაკუთრებული შინაარსის, ოკეანე როგორ გვესაუბრება ეკოლოგიურ პრობლემებზე და აუცილებლად გამოხატავს საქართველოს პოსტის რჩეულ წერილს. საქართველოს პოსტის რჩეული წერილის ავტორმა გადაწყვიტა, რომ ოკეანე არის მსოფლიოში პირველი პოსტალიონი, რომელმაც ყველასთან ადრესატამდე მიიტანა. ეს და ნამდვილად ასეა.
და მაინტერესებს აი ამ შემთხვევაში როცა ეკოლოგია არის მთავარი თემა ოკეანეზეა საუბარი ადრესატები ვინ იყვნენ აი თქვა რჩეული წერილების ადრესატები რა თქმა უნდა ძირითადად ადამიანები იყვნენ იმიტომ რომ ადამიანები არიან ისინი ვინც უნდა უფრთხილდებოდნენ ანუ ეს შეიძლება რომ თქვა ზოგადი მიმართვა იყოს საზოგადოებისადმი და არა თქვა კონკრეტულად ოკეანე მიმართავს საზოგადოებას როგორ უნდა გაუფრთხილდეს ოკეანეს იმისათვის რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და შესაბამისად იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კი ბატონო, ახლა საუბრის დასასრულს რომ ვისაუბროთ, ზოგადად აი ესეთი წარმატება, ვთქვათ, საუკეთესო წერილის გამოვლენა საერთაშორისო ბაზარზე რას ნიშნავს? ეს არის ქვეყნის წარმატება, მაგრამ მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებასთან ერთად მნიშვნელოვანია რას ცდილობენ საფოსტო კავშირები აღნიშნული კონკურსით. აღნიშნული კონკურსით საქართველოს ფოსტა ამ შემთხვევაში ცდილობს რომ ტექნოლოგიების ეპოქაში ავთენტურ გარემოს დააბრუნოს მოზარდი. რა თქმა უნდა, წერილის წერა ეს არის განსაკუთრებულ სიღრმეებთან და ემოციებთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანია თემიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ თემა არის ესე თქვა აქტუალური, აქ არის ინკლუზია, აქ არის ეკოლოგია, გლობალური დაათბობა, მშვიდობა და ასე შემდეგ. ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ გლობალურ საკითხებზე იფიქრონ და ნათლად დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები. წერილის წერის კულტურის შენარჩუნება. ალბათ ეს სულ სხვა ჯადოსნური სამყაროა, მაინც ყველაფერი რომანტიკას უკავშირდება ჩემთვის, როდესაც წერილი იწერება და ძალიან კარგია რომ რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ეს ტრადიციები შევინარჩუნოთ. კი, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ჩვენ წერილს უკვე 9 ოქტომბერს ბერნში შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი იყო მაგდა სანიკიძე, საქართველოს პოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. კი ბატონო, დიდი მადლობა მაგდას და ახლა ძალიან